მე ვიპოვე კანალიზაცია სავსე საშიში ნიანგებით, შხამიანი გველებით და უზარმაზარი რაოდენობის არალეგალური იარაღით. ყოველ წელს აკრიან ყველანაირ უცნაურ ნივთებს, განგსტერები, კრიმინალები და როგორც ამბობენ, თვით ამერიკის არმიაც კი. მართალია ეს ამბები? ვფიქრობ, უნდა გამოვიკვლიოთ და გავიგოთ. და კიდევ ჩვენთან ერთად მოვიტანე მსოფლიოს ყველაზე დიდი მაგნიტი. იმ შემთხვევისთვის თუ კანალიზაციაში ისეთ ადგილს საოცხდებით, სადაც მე ვერ მივცდები. მოდი დავიწყოთ. დღევანდელი თავგადასავლის დაწყებისას წარმოდგენაც არ მქონდა, რას საოცხდებოდი. აქ საშინელი სუნია, სავსეა ნაგვით და ძალიან რთული იქნება შესწავლა. ერთი რამ კი ვიცი, როგორც წესი, რაც უფრო რთულია თავგადასავალი, მით უკეთესია განძი და მე კარგად ვიცნობ რთულ თავგადასავლებს. ყველანაირ გიჟურ სიტუაციაში დამჯრია ტრავმა. ჩანჩქერიდან გადავარმილ ვარ, ხელყუმბარის აფეთქებას გადავჩენილ ვარ და მეგობრის საუდასმაც არაერთხელ გამომიცდია. ამის შემდეგ ნამდვილად ვისწავლე, რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს ცხოვრება. ეხლა ეს კანალიზაცია სავსეა ნაგვითა და უსარგებლო ნივთებით, ასე რომ დღეს ნამდვილად მოგვიწევს ყურადღებით ვიყოთ, თუ რაიმე საგანძურის პოვნა გვინდა. მეთო ჩემო ბიჭებო, აქ 5 წუთია ვართ და შეიძლება უკვე რაღაც სრულიად გიჟური დავინახე აქ ქვემოთ. ეს შეიძლება იარაღი იყოს ბიჭებო. მგონი მართლა ასეა. ეს არის ჩვენი დღევანდელი პირველი აღმოჩენა და ეს არის ნამდვილი იარაღი. ეს სიგიჟეა. შეიძლება ის ყველაზე სწაფი შემთხვევაა, როცა ამ არხზე იარაღი აღმოვაჩინეთ. აქ მხოლოდ 5 წუთია ვართ. ანც კი ვიცი რა ტიპის იარაღია ეს. თუ ვინმე მიცის, კომენტარებში დამიწერეთ ქვემოთ. მაგრამ ეს შეიძლება იყოს მტკიცებულება იმისა, რომ სამხედროები მართლაც ხრიდნენ იარაღებს აქ. მაგრამ რომ დავrწმუნდეთ, უნდა გავაგრძელოთ ძიება და ვნახოთ კიდევ რა არის აქ. გავაგრძელეთ და სულ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკვე შემდეგ უცნაურ ნივთს შევეჩეხეთ. ვაუ, კარგი. მგონი რაღაცას მივაგენით აქ. ბიჭე, ეს რა არის? მგონია ქალის ჩანთა გვაქვს. ეს აშკარად კრიმინალმა გაძმოაგდო, ვინც მოიპარა. რაც ნიშნავს, რომ ალბათ შიგნით არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, ჯობს გადავამოწმოთ, რომ დარწმუნებულები ვიყოთ. მძიმეა. ბიჭებო, შეიძლება აქ რაღაცები იყოს. ჯანდაბა, მართლა არის რაღაცები. ეს რა არის? კარგი, გვაქვს ახალი მოდური კამარი. კლასიკური კანალიზაციის სუნია. ასე რომ გვაქვს ერთი კამარი და ბევრი ლორწო. ეს რა არის? ეს რამის კილა ხო არა? გონი ეს ციცაკის სპრეის კილა, ბიჭებო, წინა მხარეს წერია პოლიცია, OC. გონი ეს ნიშნავს, რომ ეს ციცაკის სპრეია. თუ ჩემი არხი გინახავთ, ციცაკის სპრეის პოვნაში საუკეთესო შედეგი არ მაქვს. მაგრამ ამჯერად სწორად გავაკეთეთ ყველაფერს და თუ გაინტერესებთ რას ნიშნავს ეს, ჩვენ მას გავასხურეთ. კი, მაგრამ რატომ აპირებ ციცაკის სპრეის შესხვის შესხურებას? შეიძლება იკითხოთ. იმიტომ რომ მაქვს ციცაკის სპრეის კილა. რატომ არ უნდა შევასხურო? კარგი, მგონი გამოყენებამდე უნდა შეანჯგრიო. მოაბრუნეთ პატარა ბორბალი გასროლის პოზიციაზე და შემდეგ ეს რა მაგარია, შეხედეთ ამას. კარგი არ კაში აშიასხად ბიჭებო. შევასხი და უკან დამიბრუნდა. პირდაპირ სახეში მომხვდა. ხეში მომხვდა. კარგი, უკვე ორჯერ დაგწოვს ციცაკის სპრეი. მოდით ნახოთ კიდევ რა არის ჩანთაში. ამ პროდუქტის გამოყენება სხვა მიზნებისთვის გარდა თვით დაცვისა, კანონის მიხედვით მძიმე დანაშაულია. შეიძლება ციხეში მოხვდე. ბიჭებო, ცოტა ნაგავი გვაქვს. ძალიან ელეგანტურია და ღმერთო, ბიჭებო, ფერარის გასაღები გვაქვს. ეს სიგიჟეა. სპორტული მანქანის გასაღები არასდროს მიპოვია. ვისაც ეს ჩანთა ეკუთვნოდა, აშკარად მდიდარი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ვის ყავს უბრალოდ ფერარი. რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს ჩანთაში, მგონი ეს არის ყველაფერი. აქ მეტი არაფერი ჩანს, ასე რომ გავაგრძელოთ და ვნახოთ კიდევ რა ვიპოვით. იმ ჩანთისგან ცოტა მოშორებით რაღაც ძალიან ბზინავი დავინახე. რაღაც ისეთი, რაც კანალიზაციაში ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. ვაუ, ნახეთ ეს დანა, ბიჭებო, რა საშინლად გამოიყურება. რატომ არის ასე მოხრილი? გატეხილია თუ რამე სჭირს? კარგი, მგონი გატეხილი არ არის. მგონი უბრალოდ ძალიან საშიში დანაა. ნეტავ სამხედრო იარავია. ანუ სხვა რისთვის შეიძლება ესეთი ფორმა კონდეს. ბიჭებო, ეს რაღაცა მართლა მაგარია. თუ ვინმე მიცით რა ტიპის დანია ეს, კომენტარებში მომწერეთ, მაგრამ გავაგრძელოთ ძებნა. შეიძლება კიდევ რამე საინტერესო ვიპოვოთ აქ. რა ხდება დღეს? 5 ნაბიჯი გადავდგის და მგონი კიდევ ერთი იარაღი ვიპოვე. ამერიკის შეიარაღებულ ძალებს აქ ნაგავი უნდა დაეყარათ, სხვა გზა არ არის. ანუ შეხედეთ ამას. ანუ ეს ნამდვილად იარაღია, მოდი ამოვიღოთ. მოიცადე, ეს რა არის? მგონია რომ იარაღია, მაგრამ გატეხილია, ნეტავ ამიტომ მოიშორა სამხედროებმა. მთელი იარაღის ნახევარი აკლია, ეს ნივთი განადგურებულია. ნახეთ, ხვიებისთვის პატარა სავაზნე ხრელებიც კი ჩანს. ფიქრობ, სამხედროები ამას იყენებდნენ და მოიშორეს, რადგან გათხდა ან რაღაც მსგავსი მოხდა, არ ვიცი ზუსტად. თუ იცი რა ტიპის იარაღია ეს, კომენტარებში დამიწერე, როგორც ყოველთვის. მაგრამ ეს მაინც საკმაოდ უცნაური აღმოჩენაა. უკვე 2 პისტოლეტი ვიპოვეთ ჩანთაში
მაგრამ რაღაც მეუბნება, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია იმ სიგიჟეების, რასაც დღეს ვიპოვით. ასე რომ, უკვე 20 წუთია დავდივარ და ამ გონის შემდეგი სიგიჟეთ შევამჩნიე. ჯერ არ ვიცი, მაგრამ მოდი ვნახოთ, აი ეს იქ ნამდვილად არ უნდა იყოს კანალიზაციაში. სწორედ ასეთ რაღაცებს ვეძებთ. რაღაც უცნაური, რაც აქ არ უნდა იყოს. გადამწყვეტი მომენტი, ეს რა არის? გვაქვს. ეს უბრალოდ საათია. ეს საოცარია. რა საათია ეს საერთოდ? ესეთი არასდროს მინახავს. McDonald's-ის Happy Meal-დან რომ იყოს, ეგრე გამოიყურება. წერია კიდეც. უკანა წერია Recharge Meal Limited Edition. რაც არ უნდა იყოს ეს თუ თქვენ იცით, როგორც ყოველთვის მაცნობეთ, იმიტომ რომ ეს რაღაც ძალიან უცნაურად გამოიყურება. რაც არ უნდა იყოს. ეხლა ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს უცნაური საათი გავიკეთოთ და ძებნა გავაგზავნოთ. ღმერთო, ხალხი როგორ იკეთებს საათებს? ხო, კარგი, მოდი უბრალოდ ძებნა გავაგზავნოთ. აბრაამ ლინკოლნის სახელით რა გვაქვს აქ? არმიამ აქ ნაგავი ჯერ კიდევ 1776 წლიდან ყრის. ეს რა ჯანდაბაა? მგონი ეს დრევანდელი მესამე იარაღია, მაგრამ ეს მეკობრის პისტოლეტს გავს. შეხედე მაგას. ჯერ კიდევ მუშაობს რაღაცნაირად მაინც. ეს ალბათ ყველაზე ძველი იარაღის რეკორდია, რაც კი ოდესმე მაგნიტით თევზაობის იუთუბერს უპოვია. ანუ, საერთოდ რა აზრი აქვს ასეთ კარგ აღჭურვილობას? მგონი ეს ბოლოა, როცა ჩემი მკერდი ამიფორი აქე. ეს რა ნივთებია? მგონი აქ ტყვიების გროვა. ხო, ნამდვილად ეგ არის. ბევრი ტყვია, 3, 4. ეგ შეიძლება იყოს, თითქმის დაწმუნებული ვარ. ესენი სამხედრო ტყვიებია. ნახე რა ზომისაა, თითქმის ჩემი თავის ნახევარია. მოიცა, ესენი ხელში არ ამიფეთქდება. მეორე მხრივ ალბათ ჯობია ესენი აქ დავტოვოთ და ნელა გავაგზავნოთ გზა. კანალიზაციაში უფრო შორს ავედი, სანამ ახალ განშტოებას არ გადავაწყდი, რომელიც ჯერ არ მქონდა შესწავლილი. ვეც კი ხვდებოდი, რომ ეს განშტოება მთლიანად შეცვლიდა ამ ნადირობის მსვლელობას. კარგი ბიჭებო, ვიპოვეთ კანალიზაციის სრულიად ახალი განშტოება და არ მოგატყუებთ. აქ საშინლად ყარს. აქ ძალიან ბევრი ნაგავი და საზიზგარი რამეა, მაგრამ ვამჩნევ, რომ კიდევ რაღაც ნივთებიც არის. უბრალოდ ირგვლივ რო შევხედოთ, ესე, გასაღებია და კიდევ უიღმერთო ჩემო. დანავიპოვეთ. რა ხდება აქ? ეს ნაწილი ნამდვილად ღირდა. ნახეთ, რა მაგარ რაღაცებს პოულობთ. ეს გასაღები ცოტა მოსაწყენია, მაგრამ ამ დანას შეხედეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ავტომატური დანია. ბიჭებო, ხო, ეგ არის. ნახეთ, პირი ამოდის და ყველაფერი. თუმცა, მგონი აღარ მუშაობს, მაგრამ ეს ნამდვილი ავტომატური დანია, რა მაგარია. არ მჯერა რომ ოდესმე ესეთი რამ მეპოვოს და თან ძალიან დახვეწილია, ნახეთ, სახელური თითქოს კარბონის ბოჭკოსგანაა. ეს ნივთი ნამდვილად კრიმინალური მტკიცებულებაა, რადგან ავტომატური დანები მაფიაში ცნობილია თავისი სიმკვეთრით და საშიშობით. უნდა ვთქვა, მართალი იყვნენ, ეს მართლაც საშიშია. გთხილად შევინახავთ ამ ნივთს და გავაგზავნებთ ზებნას. ვინ იცის, იქნებ ახლო-მახლო კიდევ რამე იყოს. მგონი კამუფლაჟს ხედავ. შეიძლება კიდევ ერთი სამხედრო აღჭურვილობა იყოს აქ. ეს რა არის? ეს ნამდვილად სამხედრო ნივთია. რა? ეს სამხედროა. მგონია რომ ეს ჟილეტია. მგონია რომ ეს სამხედრო ტყვია გაუმტარი ჟილეტია. ბიჭებო, ღმერთო ჩემო. ზუსტად არ ვარ საზღვაო ძალების სპეცრაზმელი, ასე რომ არ ვიცი ეს ნამდვილი ტყვია გაუმტარი ჟილეტია თუ არა. მგონია ცოტა სუსტი ჩანს, მაგრამ ეს ნამდვილად სამხედრო აღჭურვილობის ნაწილია. უბრალოდ შეხედეთ კამუფლაჟს. რატომ უნდა გადაეგდო ეს არმიას? გულისხმობ, რომ ეს თითქოს სრულიად გამართული, თითქმის გამოუყენებელი ტყვია გაუმტარი ჟილეტია. თითქმის არც ერთი ნაკაწრი არ აქვს და ეს ბევრს ნიშნავს, რადგან ეს კანალიზაციაში ვიპოვე. უნდა ჩავიცვა აქ. მოდი. კარგი, მეორე აზრზე რომ დავფიქრდი, ალბათ არ ჩავითვამ. ეს ნამდვილად ყველაზე მაგარი რამე, რაც დღეს ვიპოვეთ, მაგრამ რაღაცაც მეუბნება, რომ ახლოს კიდევ სხვა საინტერესო რაღაცებია. ასე რომ გავაგზავნოთ ზებნა. რაღაც ვიპოვე. ორი რამ ვიპოვე. მოიცადე რა. ეხლა ინსულტი ხო არ მემართება. ესენი რა არის? მგონი ეს ძველი სამხედრო მუხლის დამცავია, ან იდაყვის დამცავი. და ეს რა არის? მოიცადე, მგონი ვიცი ეს რა არის. მგონი ადრე ერთ-ერთი ასეთი ვიპოვე. ბოლოს როცა სამხედრო ნაგავსაკრელი გამოიკვლიე. ბოლო ასეთი რაც ვიპოვე. შიგნით მჟავა, ან რაღაც ქიმიური ნივთიერება იყო, რომელმაც დამწვა, როცა გავხსენი. ასე რომ ვიმედოვნოთ ეს სხვანაირია. კარგი, გავხსენით. ცოტა მეშინია ბიჭებო. მოიცადე რა? იგივეა. შეხედე ამას, ეს არის, არ ვიცი, ზეთია თუ რა არის ეს? ეს სიგიჟეა. კარგი, იქნებ უნდა შევთქვით ამის დაღვრა, კარგი? არ ვიცი, არმია რისთვის იყენებს ამას, მაგრამ ორივეჯერ როცა ასეთი ვიპოვე, შიგნით გიჟური ქიმიკატები იყო. თუ ვინმე მიცის რა არის, ეს გთხოვთ კომენტარებში დამიწერეთ, რადგან თითები მეწვის. კარგი, ცუდი გადავლი არ არის. არმიის მუხლდაფარი ვიპოვე და 12 ბიოინჟინერიული დაავადება კიდევ 2 აშკარა სამხედრო ნივთი ვიპოვე. უფრო და უფრო ვწმუნდებოდი, რომ წყაროსთან ახლოს ვიყავით, საიდანაც ეს ყველაფერი მოდის.
და თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლოს როცა არც არმიის ნაგავსაყრელი გამოვიკვლიე, ტყვიან ფქვევი ვიპოვე. ვინ იცის კიდევ რა შეიძლება იყლება იყოს აქ ქვემოთ. კარგი ბიჭებო, რაღაც შევნიშნე და ჯერ არ ვიცი რა არის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის უზარმაზარია. ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ეს სამხედრო ჩაფხუტია, ზუსტად ეს არის. ეს არმიის ჩაფხუტია. ვაუ, რომ უყურებ ამას, ადვილად მიხვდები, რატომ გადააგდეს. ის სრულიად დამწვარია და ამას პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ, ჩანს რომ ცეცხლში იყო. წარსულში არმიის ჩაფხუტები მიპოვია, მაგრამ ესეთი კონკრეტული ტიპი არასდროს მიპოვია. ეს ტიპი დამზადებულია მასალისგან, რომელსაც კევლარი ქვია. კევლარი იგივე მასალაა, რომლისგანაც ტყვია გაუნტარი ჟილეტები მზადდება, ასე რომ სავარაუდოდ ეს ჩაფხუტებიც ტყვია გაუნტარია. და როცა ასეთ ჩაფხუტს პირველად ხედავ, მენდომება გამოვცადო, რამდენად ძლიერია ის. პირველ რიგში ვცდი დავდგე მასე და ვნახო, შეძნებს თუ არა ჩემს წონას გაუძლოს. ჩემი წონა 140 ფუნტია. ვა, კარგი, ეგ რაღაც ძლიერია. ეხლა ამბობენ რომ ესენი ტყვია გაუნტარია, მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, ბეტონ გამძლეა? ვიტყოდი რომ ბეტონსაც კარგად უძლებს. სანამ კანალიზაციაში გავაგზელებთ გზას, დაცმუნდით რომ მოგწონთ, გამოიწერთ არხს და ჩართალთ შეტყობინებებს, რომ ჩემი გიჟური თავგადასავლები არასდროს გამოგრჩეთ. ამ ყოვლის შემდეგ წავიდეთ თან კიდევ ვიპოვოთ რამე. როცა კანალიზაციის ბოლოს მივახლოვდი, თავი აღმოვაჩინე დიდი და ღრმა კანალიზაციის შესასვლელთან. საიდანაც მგონია რომ ეს გიჟური ნივთები მოდის. საბედნიეროდ ჩემთვის ზუსტად სწორი ინსტრუმენტი წამოვიღე ამ საქმისთვის. კარგი ბიჭებო, მგონია მივედი იმ ადგილამდე, საიდანაც ეს იარაღები გამოდის. მგონია რომ ისინი ჩემს უკან მდებარე გვირაბიდან გამოირეცხება. და სამწუხაროდ ის ძალიან ღრმაა იმისთვის რომ შიგნით შევიდე და რამე ვეძებო. მაგრამ სწორედ ამისთვის გამოიგონეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მაგნიტი. ამიტომ ამ მაგარ მოწყობილობას იქ ჩაუშვებთ და ვნახავთ რას ვიპოვით. მაგნიტს წყალში ვისვრით. რამდენჯერმე ცდის შემდეგ სულ რამდენიმე გასროლა დავჭირდა სანამ ჩვენს პირველ დიდ აღმოჩენას გავაკეთებდით. მგონი ახლა პისტოლეტი ამოვიღეთ. მოკლედ ამის დავინახე, მაგრამ ეგ შეიძლება მართლა პისტოლეტი იყო. ბიჭებო, კარგი, ეხლა გაერკვევა სიმართლე, მე ვგიჟდები. ეგ არის ბიჭებო, ეს ჩვენი პირველი აღმოჩენა აქ. ეს ნამდვილი რევოლვერია. ეს რაღაც ძალიან ძველია, შეხედეთ ხის ტას და ყველაფერს. საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. არ მგონია რომ ეს აქ დიდი ხანია დევს, რაც ნიშნავს რომ ვიღაცამ ეს უბრალოდ რამდენიმე თვის წინ გადმოაგდო აქ. თუ მდგომარეობით ვიმსჯელებთ. და საბედნიეროდ მგონი ტყვიებიც არ არის შიგნით. მაგრამ ეს მაინც ძალიან საშიშია და ასევე ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რაც წინ გველის. ეს რა არის? აქ თითქოს პატარა ბერკეტია. ეს დასაჭერადა? ეს ძალიან მაგარია. არ ვიცი რისთვისაა ეს, მაგრამ რაღაც უცნაური ბერკეტი აქვს. თუ თქვენ იცით რა ტიპის პისტოლეტია ეს, ან ეს პატარა ბერკეტი რისთვისაა, კომენტარებში მომწერეთ. მაგრამ მოდი მაგნიტ ისევ წყალში ჩავაგდოთ და იმედია კიდევ ერთს ვიპოვით. კარგი მაგნიტო. ეხლა არ გამიცრო იმედი. ვა. ეს იდეალური სროლა იყო, ესე რომ ვიმედოვნოთ, რომ რამე განძი ვიპოვეთ. რაღაც წინააღმდეგობა გვაქვს. კარგი, შეიძლება რამე დავიჭირეთ, ეს საოცარი იქნებოდა. ნეტავ კიდევ ერთი იარაღი იყოს. ეგ რაღაც მართლა მაგრად არის მიკროლე. მიდი, ამოდის. თითქმის ამოვიგეთ. რაღაც ამოვიღეთ. ორი რაღაც ამოვიღეთ. რა ჯანდაბაა ესენი ბიჭებო? გვაქვს ლითონის ნაჭერი, რაღაც არმატურას გავს და ეს რა არის, რაკეტა? არ ვიცი რა არის ეს. მოდით ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის მოხსნას, ისე რომ თავი არა ვიფეთქოთ. ღმერთო, შეხედეთ ამას, რა უზარმაზარია. არ მინდა ეს ძალიან ახლოს მივიტანო სახესთან, მაგრამ ეს ან ასაფეთქებელი რაკეტაა, ან მსოფლიოს ყველაზე დიდი ტყვია. ორივე შემთხვევაში ეს საშიშია. რაც არ უნდა იყოს ეს, თითქმის დაცმუნებული ვარ, რომ რაღაცა სამხედროებმა დააგდეს აქ. აფეთქებადია თუ უბრალოდ უცნაური მეტალის ნაჭერია, ალბათ არმიისგანაა. ის პისტოლეტის და ის უზარმაზარი რაკეტაც პირდაპირ ჩანჩქერის ქვეშ ვიპოვე, ასე რომ მაგ ადგილას ვაპირებ მაგნიტის გადაგდებას. კარგი, მოდი ჩანჩქერის ქვეშ დავუმიზნოთ. 1 2 3 იდეალური სროლა. ვეცდები ძალიან ნელა გამოვიტანო, რომ არაფერი გამოგრჩეს და რაც შეიძლება დიდ ფართობს მოვიცვათ. რაღაცას ვგზნობ? გონი 3-დან 3-ია, ბიჭებო, კარგი. რამე დავიჭირეთ. რა. კარგი, გვაქვს მე არ ვიცი ეს რა არის. წვანე კამარი, რომელიც რკინითაა დაფარული, მგონი კამარია. მასზე ორი საკეტია, რომლებიც ერთმანეთს ებება, ასე იკეტება და ზედ უამრავი პატარა მეტალის დეტალია. მგონი ეს შეიძლება სამხედრო ვაზნების კამარი იყოს, ან რაღაც მსგავსი. მოდი ეს მოვირგოთ. ღმერთო, თავი გაუშვი მართლა. კარგი, ყველა ორგანოს მიჭერს, მაგრამ საკმაოდ მაგრად გამოვიყურები. მგონი გული და ფილტვები ადგილებს გაუცვალეს.
ხო. რამდენიმე დამატებითი სროლის შემდეგ ჩანჩქერის ქვეშ მინიმალური წარმატებით გადავწყვეტე ყურადღება მიმექცია ახლო მდებარე ხისათვის, სადაც ნივთები დროთა განმავლობაში შეიძლება დაგროვებულიყო. ასე რომ უკვე ცოტა ხანია მაგნიტს ვაგდებთ. და მგონია რომ ყველაფერი ამოვიღე რაც ჩანჩქერის ქვეშ იყო, მაგრამ მის გვერდით არის ხე, რომლის ქვეშეც ძალიან ღრმა. და მგონია რომ იქაც შეიძლება რაღაცები იყოს. ეს რთული სამიზნე იქნება. ცდი, ხესთან ახლოს მივაგდო მაგნიტი ისე რომ არ გაიჩედოს. მზად ვართ? წადი. ღმერთო, ეს იდეალური სროლა იყო. ეხლა ვიმედოვნოთ რომ ჩემი გათვლების სწორია. და ხის ქვეშ მართლაც არის განძი. ეს ძალიან ღრმა. ეხლა ვიგძენი როგორ ჩამოვარდა მაგნიტი. ის ხე დაახლოებით 4 ან 5 ფუტის სიღრმეზეა. ეს ხალი საშინლად ყარს და ძალიან ცივია. ასე რომ თუ ვერაფერს ვიპოვი, შეიძლება უბრალოდ დავნებდე. მოდი რა. ვგზნობ. რაღაც წინააღმდეგობა, ნეტავ რა იქნება. ვიპოვეთ. ჯანდაბა, ბევრი რამ ვიპოვეთ. ეს რა არის, რა ვიპოვეთ? რაღაც უცნობი დანა ჩანს, ძალიან ჟანგიანია. შეიძლება ძველი სამხედრო დანა იყოს, ან რაღაც მსგავსი, არ ვიცი. რაღაც მაგას მაგონებს. და კიდევ რამდენიმე უცნაური ნივთიც ვიპოვეთ ამაზე. დიდი რკინის ნაჭერი ვიპოვეთ, ხელებს მიცხებს. ხებს? სულ რაღაც საზიზრობა, მოდი შევხედოთ. ეგ შეიძლება ბომბის ნამსხვრევი იყოს, ან რაღაც მსგავსი. როცა ფეთქდებოდნენ, ნამსხვრევებს ყველგან აფხვევდნენ. მგონი ეს სწორედ ეგა. ასე რომ ბომბის ნამსხვრევიც ვიპოვეთ და ძველი ჩაკუჩიც. შეხედე მაგას. ესეთი ჩაკუჩი არასდროს მინახავს. ერთი ჩვეულებრივი ჩაკუჩია. უკან კი პატარა ჩაკუჩი აქვს, ძალიან მაგარია. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. არ მოგატყუეთ ბიჭებო, ის ხე შეიძლება ახალი მეთოდი იყოს. მოდი მაგნიტი ისევ ჩაუშვათ და ვნახოთ კიდევ რას ვიპოვით. მგონი რაღაცა მიეწება. კი, რაღაც ნამდვილად არის აქ. ეს სიგიჟეა ბიჭებო, ამ ხვრელიდან იმდენი რამ გამოდის? მოდი, კარგი, რა გვაქვს? ეს რა არის? ეს ძალიან მარტივი იყო. შეხედე მაგას. ეგ არის, არ ვიცი ეგ რა არის, მაგრამ რაღაცა. კარგი, მოდით სადოთ მაგნიტიდან მოვხსნათ ისე რომ არ ავფეთქლეთ, არ დავიჭრათ ან არ დაგჭხლეტოს რამემ. მოდი რა ძმაო, ეგ მაგრად არის მიკრული, მართლა ვერ ვძრავ. კარგი, მგონი ეს უბრალოდ მაგნიტია. ეხლა მოიცა ერთი წამით. მე ხო ქვისხანის ადამიანი არ ვარ. ჩვენ ტექნოლოგია გვაქვს. მოიცა, სწორედ ამისთვის გამოიგონეს ჩაკუჩები. ჯანდაბა, კარგი, ახალი გეგმაა. ძალით ვცადოთ. მოდი რა, შეიძლება ესეთი რთული იყოს. მოხსენით ბიჭებო, მოხსენით და ეხლა უყურებ. ზუსტად ვერ ვამბობ რა არის, მაგრამ მგონია რომ დანა უნდა იყოს. მგონი აქ პირი ჩანს ეს დანია. ეხლა, ზუსტად როგორ უნდა გავხსნა ეს რაღაც დარწმუნებული არ ვარ. ეს ნიშნავს რომ უბრალოდ არ იგება, მაგრამ ეს ნამდვილად ძველი რაღაც სამხედრო დანა ან რაღაცა მსგავსი უნდა იყოს. მგონი მივხვდი, უბრალოდ ეს პატარა ნაწილი აქ უნდა ამეწია. ეს მაგარია, შეხედე ამას, ნინძას დანა ჰგავს. ეს ყველაზე მაგარი დანია, რაც კი ოდესმე მიპოვია. დღეს ბევრი მაგარი დანა ვიპოვეთ. კარგი, მოდი ეს დავაბრუნოთ, სანამ თავს დავიზიანებ. კიდევ ერთი გიჟური იარაღის დამატებით, აშკარად ნათელი გახდა, რომ ეს გვირაბი ნამდვილად ის ადგილია, საიდანაც ყველა მაგარი რამ მოდის. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ რაღაცას ვიპოვიდი ისეთი უცნაურს, რაც მე თვითონაც არასდროს მინახავს. კარგი, მოდი მაგნიტი ისევ იმ ადგილას ჩაუშვათ, საიდანაც ეს ყველაფერი გიჟური რამეები ამოდის. რადგან მგონია, რომ იქ კიდევ ბევრი რამ არის დარჩენილი. 1, 2, 3. კარგი, ნუ შეშინდებით ბიჭებო. მაგრამ შეიძლება მაგნიტი გაიჭედა. მოიცადეთ, არა უშავს, გამოვიათ. ვაუ! ესეთი რამ არასდროს მინახავს. ეს რა ჯანდაბაა? ქილა? მგონი ეს ქილაა, რომელსაც მეტალის თავსახური აქვს მიმაგრებული. დიახ, ზუსტად ეგ არის, პატარა ქილაა. თქვენს გესმით ეს ხმა? მგონია რომ აქ რაღაც არის. ჩემი პირველი ინსტინქტი იყო შემერგია. და მართლა, მგონი აქ შიგნით რაღაც არის. მართალია, შეიძლება უბრალოდ ქვები იყოს, მაგრამ შეიძლება საგანძურიც იყოს. კარგი, მოდი აქედან გადავიდეთ. თუ შემთხვევით მართლა საგანძურია. წყალში რომ არ ჩამივარდეს. ეხლა როცა უსაფრთხო ადგილას ვარ, შეგვიძლია უფრო კარგად გამოვიკვლიოთ ეს. და ბიჭებო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქ რაღაც არის, ესე რომ ცადოთ გამოვიღოთ. ცოტათი იღება. მოდი რა ხელში ჩამემსხრევა. მოიცა, ეგ არ მინდა. ასე რომ მოახერხე თავსახურის ოდნავ გახსნა, მაგრამ თითქოს მჭიდროდ არის მიკრული. არ ვიცი, უბრალოდ ჟანგიანია და ამიტომ არ იღება. თუ რაღაცით არის წებოვანი, მაგრამ ვერ ვამოძრავებ. კარგი, ისე, აც გამკურვებია. ვგულისხმობ, ვინიც ის რამდენი ხანია იქ ქვევემოთ, მაგრამ მოგვიწევს ამის გატეხვა. კარგი, ხსნით საიდუმლო კილას. 3-ზე 2 1. ღმერთო, ვაუ. მგონი რაღაცები ნამდვილად არის აქ. გვაქვს რაღაც ბეჭედი და მთელი გროვა დაჟანგებული პენები.
ეს რა უბედურებაა? ეხლა უბრალოდ მომატყო ეს ხახო, ვინ ინახავს 4 ცენტს და ალუმინის ბეჭედს? მოიცა ეს ნიკელია, კარგი, 8 ცენტი. ეგეც არაა ცუდი. მაშინ ვიტყვი რომ ეს ბეჭედი ძალიან მაგარია, ალბათ 50-იანი წლებიდანაა. რაც შემიძლია ვიფიქრო, ეს ალბათ დროის კაფსულა იყო ან რაღაცა მსგავსი, სადაც ხალხი ათავსებს სხვადასხვა შემთხვევით ნივთებს სქილაში და იმედოვნებს, რომ ვინმე მომავალში იპოვის. მაგარია. მე არასდროს მიპოვია დროის კაფსულა. მოდი კიდევ ვეძებოთ. გზნობ სუნს. იქ ქვემოთ ბირთვული ბომბია ჯერ კიდევ და ის დამჭირდება. ვაუ, ღმერთო. მგონია რომ იქ ქვემოთ რაღაცა დიდი არის. ყოველ ჯერზე ვიჭერები. ჰეი და ვეც კი ვამოძრავებ. აი ახლა გამოვიდა, გამიშვა. რა თქმა უნდა, სწორედ მაგაზე ვიჭებოდი. დიდი ლითონის ნაჭერი არისო. სპინერი და გასაღები იყო. უნდა მიმხვდარიყავი. ღმერთო, შეხედე ამას. სპინერი არ მინახავს მგონი 26-ის შემდეგ. ეს ძალიან მაგარია. მაინტერესებს საერთოდ კიდევ ტრიალებს თუ არა. აჰა, კი ეგ ტრიალებს. ეს საოცრად ტრიალებს. დაახლოებით კიდევ 30 წუთის მაგნიტის როლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ აქ უკვე თითქმის ყველა საგანძური ვიპოვე, რაც შეიძლებოდა. უკვე 9 საათი არაფერი მიპოვია. მგონი ყველაფერი ვიპოვეთ. დღეს გიჟური თავგადასავალი იყო, მეგობრებო. უამრავი ახალი საგანძურით, რაც აქამდე არასდროს მინახავს. ნათელი იყო, რომ სამხედროები ნამდვილად აქ ყრიდნენ ნარჩენებს და ძალიან საინტერესო იყო იმ ნივთების პოვნა, რაც აქ დატოვეს. კომენტარებში დაწერეთ, რომელი ნივთი მოგეწონათ ყველაზე მეტად დღევანდელი ვიდეოდან. ჩემი ფავორიტი ეს პისტოლეტია. დაჩი ჩვენთან შემდეგი ვიდეოსთვის, რადგან კიდევ ბევრ საოცარ ნივთს ვიპოვით. კომენტარებში მომწერეთ, სად გონიათ, რომ შემდეგ უნდა წავიდე საძიებლად და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით, მეგობრებო.